როდესაც თქვათ ვარჯიშობთ სავარჯიშო დარბაზში, დავრბივართ გარეთ, ან ასე შემდეგ. არ შეიძლება ამ ტანსაცმლის მეორედ გამოყენება მისი გარეცხვის გარეშე. ესეც ხშირი პრაქტიკაა, რომ თქვათ უცებ გადაიცმევ ისევ იგივეს, რომლითაც წინა დღეს ივარჯიშე. აი ეს არ შეიძლება და თვითონ ქსოვილიც უნდა იყოს სწორად შერჩეული. სავარჯიშოდ, როდესაც მივდივართ, მასალა, რისგანაც დამზადებული არის, მნიშვნელოვანია, რომ არ იწვევდეს, ასე ვთქვათ, შეკავებას და უნდა დავაკვირდეთ, რომ თუ გვაქვს, თქვათ, კანზე იმიტომ რომ ვარჯიში სხვადასხვა ინტენსივობით შეიძლება იყოს და შეიძლება გქონდეს თქვათ ბუშტუკები, ეგრეთ წოდებული მაზოლები სხვადასხვა ადგილას, აუცილებელია რომ ეს დავფაროთ და ასევე პრობლემაა ხოლმე საშხაპეებში და ასე ვთქვათ გამოსაცვლელ ოთახებში ფეხშიშველი გადაადგილება რისკი არის, რომ სოკოვანი ინფექციების განვითარება მოხდეს, ამიტომ აუცილებელია ჯუსტის გამოყენება. რაც შეეხება აუს კონკრეტულად, აუში ჩასვლამდე შხაპის მიღება და ამოსვლის მერეც შხაპის მიღება აუცილებელია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე მივაქციოთ ყურადღება, რომ არ მოხდეს გადახურება. იმიტომ რომ რისკია გადახურება, რომ თქვათ კანს შეექმნას გარკვეული პრობლემები. გაღიზიანების სიწითლის და ასე შემდეგ სახით. გადახურება მათ შორის ეს რაღაცნაირი მოტკეცილი ტანსაცმლის ის ხო არის ხშირად რომ ეს ვარჯიშის დროს რა გამოიყენება ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი ეს თუ არის რამენაირად რისკის. აი მაგათად მექანიკური აკნე მექანიკა არსებობს კიდევაც და ეს ხახუნი რაც ვითარდება ხოლმე ზოგჯერ თქვათ ამწვავებს ზურგის აკნეს. ზურგის აკნეს, რაც დაუფასებელი პრობლემაა, რომელიც კაცებს ძალიან ხშირად აწუხებს. კი, ნამდვილად ხშირად პაციენტი არც იტყვის ხოლმე, რომ ზურგი თქვათ აქვს ტორსის აკნე. რო გავუსვათ ხაზი, დაახლოებით ნახევარს პაციენტებისა, ვისაც აქვს აკნე სახეზე, აქვს ასევე ტორსის აკნეც, აქ იგულისხმება ზურგი, მხრები, გულმკერდი, ასე ვთქვათ, ზურგი განსაკუთრებით შეუმჩნეველია ხოლმე და ეს პრობლემა არის, ასე ვთქვათ, არასათანადოდ შეფასებული და სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი არის სწორი პროდუქტების შერჩევა. როდესაც ასევე სხეულის ჰიგიენაზე ვთქვით, თუ აკნე არის, ვთქვათ, შესაბამისად სხვა საშუალებების გამოყენებაც უნდა მოხდეს, რომელიც ამ პრობლემას ესე ვთქვათ, უმიზნებს. ასევე ვთქვათ, რომ ჰიპერპიგმენტაცია, პიგმენტაციის მომატება, ან თუნდაც დანაწიბურება, მოსალოდნელია როგორც სახის, ისე სხვა მიდამოს აკნეს შემთხვევაში.